Proebi მოგესალმებით და დღეს თამაშობთ ვინ იტყვებას მორიგ ეპიზოდს. ვინ არის იმპოსტერი და დღეს ჩვენი სტუმარი არის ყველაზე დიდი იუთუბერი. წონით არ გულისხმობ, გამომწერებით და ყველაფრით. წონითაც არ ამგონია რომ ვერ ჩამორჩებოდე. იცი რა არის? აი კალატოზი მეჯიბრება. კიდევ არის რამდენიმე ვინც დაგიდგება რა და ჩვენც მეც ბევრი არ მიკლია რა. უბრალოდ ჩვენ ხა სიმაღლე გაძლევს უპირატესობას მაგ თემებში. აი ხარ. შემართება როგორი გაქვს მითხარით, ცხარიფთები უნდა ჭამო, იმიტომ რომ რთულია მოკლედ რა. თუ წააგე. მე სპეციალურად დღეს არაფერი არ ვჭამე, რომ აი პირველი ცხარე ფასოლები ყოჩი და ჩემი თავი დამესაჯა. ხო, ბევრად უარესია. მოდი, პირველივე რაუნდზე გადავიდეთ პირდაპირ, პასუხები დავწეროთ და ვნახოთ რა იქნება. აი ეს წამ სანამ დაიწყებ. შენ ამ ხალ გამომწერიანი კაცი ხარ. უნდა უთხრა ხალხს ჩვენი არხი გამოიწერო. კი ბატონო, აი, არ ეშლება ადამიანს. გამოვიწეროთ მეგობრებო ბროების არხი, თუ შეიძლება ბროებო ყველამ და არა მარტო ბროებო, ასევე ქალბატონებო. გაიხარა. ვიდი დაიწყე. თეფშის მოსუფთავება, არის? ჩემი არის დედამიწა რომ ბრტყელია. სამართალი რომ არსებობს. ობობის ნაკბენი რა სპაიდერმენად მაქცევდა. კითხვა რა იყო? ყველაზე უცნაური სულელური რამ რისის ბავშვობაში გჯეროდა. მე ეს თეფშის მოსუფთავება ამიტომ წერია, რომ ცოლი შეგხვდება თუ არ მოსუფთავე და რაღაც ეგეთი რა. ეგ სხვათა შორის სიმართლეა. მე პირველად რო უყურე სპაიდერმენს ობობებს დავდებდი ეს ხელი, სადაც დავინახავდი. ყველას ლოგიკურად უწერია? არა, ყველას ლოგიკური არ გვიწერია. სამართალი რო არსებობს, ცოტა ისეთი არის, ხო? სამართალი ეგ ცოტა უცნაურია, მაგრამ სამართალი რო ბავშვობაში ბრტყელიაო დედამიწაო, საიდან ვინ გითხრა ვაფშე? არა, უყურე, მე მაგას ახსნი. დედამიწა გახსოვთ ეს გზაში აგითხარი? მე მეგონა ბავშვობა, ძალიან ღრმა ბავშვობაში, რომ საქართველოს იქით არაფერი არ არსებობდა. ანუ საქართველო იყო ბოლო ტერიტორია და იმის იქით იყო, ანუ რგვალი არ მეგონა. ბრტყელი იყო და ყველაფერი მიდიოდა ჩაოლებიოდ რა. სამართალი როცა მე მეგონა, რომ უბრალოდ გამწარებული იყო ცხოვრებაზე და მაგიტო დაწერა. ანუ რა საკში ფიქრობდი, რომ 3 წლის მიშას ფიქრები, რომ აი სამართალი არსებობს, ოდესმე გავიმარჯვებ. ვუდი ვუდპეკერს ათამაშობდი. არა, მაშინ ჯეროდა. როდის მიხვდი რომ არ არსებობს სამართალი? აი უფრო 20 წლის 20 წლამდე ვერ მიხვდი რომ სამართალი. ბავშვობაში ის გჯეროდაო და 20 წლამდე არა, ხო ბავშვობაში აი სამართლობაზე არც ფიქრე არ არსებობს. რავი, მე ფიქრობდი ცოტა ისეთი ვიყავი. თებში ძალიან კაი პასუხია, შენზე არ მაქვს ეჭვი მადლობა, ვაფშე. მადლობა. და ეს მე მგონი ყველა საქართველოში კი მე მგონი უცხოიც არის ეგეთი რაღაცა, რომ აი თებში უნდა მოასუფთავოთ აღმოსავლურ ევროპულ ქვეყნებში. კოსტა შენ ობობებს რო დასდებდი, მე გიკვინა რომელიმე? არა, კიდევ კაი. არა, ბიჭო, კიდევ კაი რა აქ წყვავს ეგეთი ობობები, სადმე თუ დავინახავდი რამე ობობას, იმენა ხელით მივდევდი, რომ მეთქი მიკვინოს. ეს სიკვდილსაა გადარჩენილი ზაფხული. კიდე კაი საქართველოში დაიბადა. ჩემი რეალობა იყო ყველაზე კაი რა. მე რომ მეგონა რომ ბრტყელი იყო და მარტო საქართველოს არსებობდა და მაშინ არც რუსეთი ვიცოდი, არაფერი არ ვიცოდი ქვეყანაში, სოფლიოში. იყო ბედნიერი ვიყავი რა გინდა რა. ჯერა მაგით. ყველაზე ჩუმად ვინც არის, იმის არ მჯერა. ეს ყველა ჩუმად არის და ეს ისვის ასე რაღაც რეპლიკას. არა, მე ფიქრობ რომელი არის იმპოსტერი, იმიტომ რომ კარგი იცი რა არის? პირველი 4 რაუნდი, ჯერ 2 რაუნდი არის. შედარებით მარტივი, მერე ორჯერ უფრო ცხარი და მერე 6 რაუნდია დაბომბი, ამიტომ პირველი 4 რაუნდი შეგვიძლია მშვიდად წავაგოთ, ასე ვთქვათ რა. ამიტომაც ჭამოთ გემრიელად. ჭამოთ გემრიელად. მოდი ხმის მისამაზე გადავიდეთ. 3, 2, 1, მიშა. რასაც ვიტყვი რა. ვინ იყო იმპოსტერი? მე არ ვიყავ. აუ, მე ვიყავ იმპოსტერი. აი არ არსებობს. ჩემი კითხვა იყო ყველაზე რატო არ დაიცავე თავი და რაღაცა გეთქო. ხო და მე არ მჭირდებოდა აი ამ რატო არ გამაინტერესებს, იცი? ანუ მანქანაში რომ მითხარი მგზავრობისა საქართველოზე ეს უკვე თამაში დაიწყე მაგ დროს. ტიპი არია. კაიფო მაგ. ეს ერთად მოვიდოდით გზაში რა. აუ, იმუშაო. გზაში და სადღაც გვიქთა მოედანზე მეუბნება რომ ბიჭო ბავშვობაშიო იცი ის მჯეროდაო და ისევე თქიო საქართველოს იქით არ იყო არც ერთ ქვეყანაო რა ძალიან პატარაობაშიო. იმ დროსაც ვიფიქრე მეთქი ეხლა იმპოსტერს ვეთამაშება მანქანაში. მეგრელებში რო ზივარ, აი ეგ ვერ გავითვალისწინე. ერთი ვიცოდი, მაგრამ სამივე თუ მეგრელიო. კაი, კითხვა რა იყო შენ? ჩემი კითხვა იყო ყველაზე სისულელე თეორია, რაც კი ოდესმე მოგისმენია და ხალხს ჯერა რაღაც სისულელის და დედამიწა რო ბრტყელია, მაგის მომხრები ხო არსებობს, მინდა გონიათ რომ ეგრეა და ყველაზე დიდი სისულელეა ჩემი აზრით ეს. კაი, მიდი მივირთვი შენ ამასობაში. მეორე კონდიციონერის გვარ ჩავთ რაღაც მცხელად. არა, შეჩება რა. არა. ჩემი უსაყვარლესი აქტივობა. არა. კი. გაიგე. კითხვა რა იყო? მისაღებია თუ არა სააბაზანოში ბანაობის დროს მოხსნა. მოდი, ხა მე უცბად ვიტყვი რაღაცას, კარგი? მისაღები არის. მაგრამ ხა არა რატო დავწერე? თუ მარტო ცხოვრობ უფრო მისაღებია და თუ მარტო არ ცხოვრობ, ცოტა ისეთია რა. შენ არა დაწერე, ხო? ხო. ბიჭო, აი ვერ ხვდები. ხო, ნუ მარტო თუ არ ცხოვრობ, ოკეი, მაგრამ აი რავი რა, მე მარტო ცხოვრობ მაგალითად და რატო იუმორით? კი, არა, ბაზარია. ეს ხო იცი რა თემა არის, გაჩე.
ის რო არის ქალი დილით როგორ ემზადება და კაცი რო შეუძლია შევიდეს აქეთ კვილი გამოიქეკო და აქეთ ყველაფერი თან მუსიკას მოვუსმინო თან ცხენ რავი კი რატომაც არა რა კაცები ვარ მე ხშირად ვივლებ ხოლმე დარბაზში რა და მაგარი ძალიან ცუდია დარბაზში რო ეგქნა ანუ იცი რა არის მე ერთი მაგიტო ერთადერთი მიზეზი რატომაც დავწერე არა ეგ არის რომ ანუ თუ მარტო არ ცხოვრობ ცოტა ისეთია რა ეხა ანუ კითხვა ხო არ იყო მარტო ცხოვრობდა გავიგო და ბიჭო მარტო ცხოვრობ მაგ დროსაც ახლა ცოტა არა მარტო რო ცხოვრობ არა გავიგერო კიდია კი გეთანხმები მაგრამ მარტო რო ცხოვრობდი აი ესე შედათქვირა სულ რა სამ დარბაზია რა ზეგითადად ხო ცირთად დარბაზში იმიტომ რომ ანუ არის ყობა რა ჯანზია შეხედა ხელას დარბაზში ვივლებ უეჭველი მესმის აი დარბაზი ოკეი შენ მარტო ცხოვრობ კი რატო იმიტომ რომ დავით ანუ ის ბავშვები დავაკეთებ მაგას და რა მეტი რა ვკლა ახლა ანუ არ მომიტყუები ეს გეუბნება არას მაგრამ კია სინამდვილეში ანუ არას ვამბობ მაგრამ ვამბობ რატო არა მეტი რა აი ახლა რა ვიცი კონსტანსი უფრო ისეთია დარბაზში ხო არ ბანაობს მარტო ბიჭო შენ ბიჭო ცუდად ხო ხარ სახში არ ბანაო კი მაგრამ დარბაზში ხო ბანაობ კვირაში 4 ჯერ მინიმუმ აუ რაღაც ცოტა ეჭვები მეპარება კოსტა შენში ან მე რაღაც იზმაინს ვთქვი რაღაც აი დარბაზშიც მოვსავრა რამე რო იყოს შე რა გონია რომ დარბაზში იქ რო შედიხარ სხვები არ იმაშვები ნუ მე არ ვშვები ხა სხვები შეიძლება იფუქტყებიან კიდევაც სადღაც გასახდელში მაგრამ მე ხო არ ვშვები და სახში გასახდელში ბიჭო სხვათა შორის ძირითადად არა მაგრამ კი ანუ არის ხოლმე რომ კი რა ვიცი ანაერი კაცი ხარ ან ძირითადად მართლა არა იმიტომ რომ რა ვიცი ტუალეტი თუ არ გინდა რა თქმა უნდა ხო ახლა ხო და ან ძირითადად დასაბანად რო შევდივარ გამოდიხარ შედიხარ არა მაქსისულელეს არავინ არ აკეთებს დედამიწე ზურგს ზართულია რა გადავიდეთ თქვენ თქვენ ორ შორის ვფიქრობ რომელ ჩვენ ორ თქვენ ორ შორის არა თქვენ ორ შორის ხო კაც კიო და შემოვევლე ხო 3 2 1 გიო კოსტა შენც მე დამადა ხელი მე ვიყავ იმპოსტერი yes შენ იყავ იმპოსტერი? ვა, მეც ვიყავ იმპოსტერი. მეც ვიყავ იმპოსტერი. ანუ ასა იყო მაგ და ხო პატიოსანი ადამიანი. ხადაო, ყველა იყო. ყველა ვიყავით იმპოსტერი. შენი კითხვა რა იყო? კი თუ არა და მეც ჩემთანაც ეგ იყო, ხო. ანუ კი თუ არა დაწერე. საერთოდ აი პირველად ეგ კი ვიფიქრე. ამ კოსტა დაიხაჯა. კოსტას იყო. არა პრობლემა რო მარტო მე ვიყავ. ის როგორ თემა არის, კი თუ არა რომ მოგდით დაწერეო და არა იცი რა დავწერე. ბიჭო, რამე ისეთი კითხვა რო იყოს. აი მოხუს დაიჯახებოდი თუ არა მანქანით. ხო და მე მავხსნი მაგას მე კი. თავი დავიზღვე და არას უფრო მარტივად გაიმართლებ რა თავს რა. რა ვიცი. კოსტა ჯერჯერობით კაია ხო ის? არაფერი. შენია გამგელია. ჩემი პასუხი არ მithkoms. არ გითხოვს. არ მithkoms. ჩემი პასუხი არის არ ვიზარმაცებ. ფასებს ვატყუებდი. ფასებს? არ დამიდონატებია FIFA-ში. კითხვა რა იყო? ყველაზე დაუჯერებელი ტყუილი, რაც გითხოვს მშობლისთვის. აუ, აგრა მარტივად ვიპოვეთ. რა არ დაგიდონატებია FIFA-ში კიში ხო? მშობლისთვის მithkoms ვეთქი კაცო. არ გითხოვს, ანუ ხო გითხოვს მშობლისთვის ეგ? ხო. იმიტომ რომ ბროების ერთ-ერთ ეპიზოდში შენ თქვი რომ ძალიან ბევრი ფული აქვს ჩარიცხული FIFA-შიო და რა მშობლებმა რომ მკითხეს რომ ანუ სისულელეში ხარჯავ შენს ფულსო რა მეთქი არ დამიდონატებია. ანუ აღიარებ რომ მოიტყუე. ეხლა აღიარებ ხო აბა რა კიდე ეს ხო არ ვჭამო. აი ბიჭო, კაი. შენ რა არ გითხოვს? მე მეკითხები, მე ბიჭო არ მithkoms ეგეთი უაზრო არ გითხოვს არაფერი. ტყუილი მithkoms, მაგრამ ისეთი რაღაცა დაუჯერებელი და უაზრო არ მithkoms რა ვიცი. მე ხა არ ვიზარმაც. შატალოზე ტავსულო ხო და მე მithkoms რომ არა, მაგრამ ეგ უაზრო არ არის ხო ხტები. მე უბრალოდ არ ვიზარმაც, ხო იცი რომ გეუნებია რომ ცოტა ისეთი სკოლის პერიოდში რომ გეუნებოდნენ რომ ისწავლე და რაღაცა არ იზარმაცო, არ ვიზარმაცებ. მიშა შენ რა ფულს იტყუებოდი? ვიტყუებოდი კი არა, ახალს ვიტყუები. ასთა იცი როგორი თემა არის? ანუ ფასებს ვატყუებდი იმ პონჩში რომ რაღაცას ვიყიდი. ანუ უფრო ძვირადღირებულს ვიდრე გონიათ. და უბრალოდ არ ვეუბნები რომ გული არ გავსკეს და რაღაცა არა კაცო 100 ლარი ღირდა კაცო. აუ ეგ მე ხო რა 1000 კაცო რა 1000 ლარი არა. ეგეთი მეც მაქვს ძალიან ბევრი თან. უბრალოდ რომ არ ინერვიულო. ნერვიულობა არა, შეიძლება იცი რა არის? ამაში როგორ გადაიხადე ამდენი რაღაც ეგეთი ის. არა, კაი პასუხი არის გეთანხმები სავსებით. მე მგონი კოსტა გამოიყოს. კოსტა გავიგე, მაგრამ შენ რა ხმა რა მოგიგია რა? დაუჯერებელი ტყუილი არ მithkoms გესმის? ანუ დაუჯერებელი რაღაცა. ხო, დაუჯერებელი არ ვიტყუებოდი, ფერფი არა. ვიტყუებოდი ისე რომ ვერ მივხვდარიყვნენ რა. დაჟე ეგრე. რავი, ოღონდ ხა ბევრსაც არ ვიტყუებოდი. 3 2 1 კოსტა. კაი, ხა ჩანდავა. შენი კითხვა რა იყო? მეგობრისთვის გამოგიტყუებია სისულელეო რა და ნაჭრებია ტვინი რო შეჭამა რომ არ უნდა დაადონატო FIFA-შიო მეთქი არა რა სიძახი. ერთი ხელფასი არ უნდა გავუშვები მაშინ. ამასობაში თქვენ ჩვენი ახი გამოიწერეთ თუ გინდათ რომ მეტი ასეთი ეპიზოდი დაიდო სადაც უმაგრესი სტუმარი ენაცვალეთ რა. აუ რა რთული კითხვა შემდეგი ისეთი. 5 წუთი პლუს მინუს. 30-40 წუთი.
10-15 წუთი. 2-3 წუთი. კითხვა რა იყო? გაღვიძების შემდეგ რამდენი ხანი რჩები საწოლში? გურ უნდა გავიგოთ ახლა აქ პასო. ძალიან რთული არა 10-15 წუთი ყველაზე ლოგიკურია მე მგონი. 10-15 წუთი ნორმია. შენ რამდენი? 5 წუთი პლუს მინუს ხო, მიწერია. მე ყველაზე ალოგიკური ჩანს რომ მიწერია, მაგრამ ეგ კი არა 1 საათის დაწერასაც ვფიქრობდი, არის ბოლო დრო რა მჭერს, მართლა არ ვიცი რა. არ რაღაც ვიტამინი მაკლია, რა მაკლია, აზე არ ვარ, მაგრამ აი თავის აწევა მიჭირს. აი გავიღვიძებ და გადმოწვევი ხოლმე ეგრევე დივანზე. ბევრია ჩემ. არა, ერთი წელი ვიცხოვრეთ ერთად რა არა. ხო. ხო. ეგრე ხო და არა. გადმოწვევი ხოლმე დივანზე. ხო, მე დივანზე. გადმოწვევა ხოლმე. ხო, და დივანზე ვაგზელებ ძილს. ანუ არ საწოლში დარჩენაზე ხო? ან ცოტა ანუ იღვიძებ ესე იქნება. წამოყავს რაღაცა. და მე ვაგზა არა, მე 2-3 წუთი ძალიან ცოტა. არა ბიჭო ცოტა. 2-3 წუთი. ფილმი ჯერეთი არის 2 წუთი. ყოველთვის მაღვიძა რაღაცა ვიღვიძებ, იმიტომ რომ სამსახურში უნდა წავიდე და პლუს კიდე ისე მინდა ხოლმე დივანს. დადგები ანუ სიგარეტი და ყავა დილას ისე მინდა. რავი, თუ გინდა დამადეთ ხელი მე კიდე შევჭამ სოუს პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ არ ვარ იმპოსტერი. ხა როგორ დავიჯერო რომ აი ტელეფონში რაღაცას არ ნახულობ რაღაცა მესიჯი. დილაობით ტელეფონს მე არ ხსნ. ეგ მესმის. მე მაგალითად ტელეფონს ვხსნი და ვნახულობ ვინმე რამე მომწერა ღამე რამე. არ გიჭირს? აი რომ იღვიძებ პირველი ტელეფონისთვის შეხედვა რომ აი თვალი ძლივსო გაქვს გახელი და კიდევ გამოსხივება რომ არის. არა, პირიქით. ის ზუსტად 10 წუთი არის. ის დრო რაც უნდა იწვე აი 15 და რა მე რადგები რა. ასე თუ იმპოსტერია ძალიან კარგი. გაუვარდა ხო, მაშინ. გაუვარდა. მაგრამ შენც ხო, მაგრამ მე დიხანი ხო. ეგრე ვარ ხო იცი. ხო, შენ სულ ასე ხარ, კი, ამოდია. ზუსტად ხო. კაი მოდი ხმის თემაზე გადავიდეთ, არ მინდა მას ბევრი მსჯელობა. 3 2 1 ვასა. ვასა თქვი? ხო. მე კოსტა. მე გიო. ეს გია. სხვადასხვა გვაქვს? არა, შენ ორი გაქვს. მე და ვასა მე ვთქვით ორი გიო. მაქვს. მე არ ვიყავ იმპოსტერი. შენი ყავი? არა. Nope. შენი კა. ხო თქვი, რაღაცა როგორ კითხა ბიჭო მისო შენი ყავია? შეიფერა იმპოსტერმა. ხო, არ ვიცით ახლა რამდენ ხანში მაგანი იყვიცებს. ხმა მეუბნებოდა რომ 10-15 წუთი კარგად გავა. ჩემი კითხვა იყო რომ პროსტატ ცეფში დრო უნდა დამეწერა 2 საათამდე 1 წუთი. აუ ტიპი, აუ ეს არ უნდა ინახა, რომ ნახა 30 გიხარი 40. გაუვარდა. ისე 10 წუთი მეწერა რა, ჩემი პასუხი 10 იყო, იმიტომ რომ რაღაცა რაც არ უნდა ყოფილიყო. ანუ შენი პასუხი 10 ყველაფერი ესწრება რა. შენ არა, ეგ გავიგე. ანუ რამდენ ხანში დგები შენ ისე? ანუ რეალურად? ეგრე. 10? 10-15 წუთი. და ისედაც ეგ მეწერა რა და მე შენ რო ნახე რომ 30-40 მეც ტირე მივაწერა. ნაკე ბიჭო. რავი მეთქი ტირეების თემა არ იყოს რა მეთქო. პირველი გამარჯობა იყო შენი იმპოსტერის, გილოცაო. ძალიან ამაყად გადავდებ ეხლა. ჩაიფიქრო რა. გელოდებით როდის მიირთმევთ. ჯერ არ არის ხო რთული რამოდენიმე. კოსტა შენ რატო ჯა? ყველამ წავედი. ყველამ წავა. ყველამ წავა. ვასამ მოიგო. მე მოვიდი, იმასთან გაიმარჯვა ბიჭო. მე გიო თავკუჩი გეგონა. მე დამოვიწყე. კი გიო წააგო. მე და შენ რამდენი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და? ჩვენ ვიცნობთ, გეტყვი ხავ. ალბათ 2005 წლიდან? ჩვენ მქონდა ერთად საიტი. პრემიერ ლიგა G. პრემიერ ლიგა G. საბა საპანაძეს ჩვენთან ერთად იყო. კი, საბა საპანაძე ჩართული. პუტკუნა იყო მაშინ კი, საბა. პატარა და პუტკუნა. პატარა და ეხა ძმო ისეთ ტაზე დადგა იმდეს ვარჯიშობს. სურათ არ გვაქვს ხო ჩვენ ერთად? პირველად სად შევხვდით საბა თუ გახსოვს? რესტორან ტიფლიში. ოჩახს აღო. შენ დამპატიჟე. საიდან გახსოვს? პირველი ადამიანი იყავი, ვინც დამპატიჟე ეგრე რესტორანში და და მოვიწყებს მაგას. რომელი ყველაფერი მახსოვს? ეგ კი არა. ვაშას დასაწყისი. რა რჩევები მომეცი, ეგეც მახსოვს, პროსტა ეხა არ ვიტყვი. 3 ლიტრი მოკლედ. ძალიან ბევრი. 2 ბოთლი. 4-5 ლიტრი. ბოთლი რამდენი ლიტრიანი იყო? რავი 0.5-იანი ალბათ. კითხვა რა იყო? მაქსიმუმ რამდენი ალკოჰოლი მიგიღია ერთ ღამეში? როგორ მიშა? 2 ბოთლი. ანუ არა გულისხმობ. 2 ბოთლი არაყი? ალკოჰოლი არაყი? ხო, ხო. 2 ბოთლი არაყი. ნუ მე ლუდი 3 ლიტრი ლუდი. მეც ლუდზე წავედი 4-5 ლიტრი. მე არაფერზე არ წავედი ზოგადად, ანუ არც მახსოვს, რანაირად გახსოვთ ეგეთი რაღაცეები და მე დავწერე ძალიან ბევრი. საშუალოდ მახსოვს რომ დაახლოებით, 6 ხო. ბაკალი დამილებია რა. არ ვიცი, მე მართლა არ ვიცი. მე ზოგადად აი რაღაც თარიღები მახსოვს, როცა ძალიან ბევრი დავლიე, მე არაფერი არ მახსოვდა და ძალიან ბევრი დავლიე მაგდლეს. ძალიან ბევრი არის ძალიან ზოგადი პასუხი. ვიცი, მაგრამ აი ვერ დავწერდი. ყველაფერზე წავიდოდა და ჩემი აზრით პროსტა იმას თუ ბიჭო, მართლა 2 ბოთლი არახაზე ძალიან აქ ცოტა უწერია. 2 ლიტრი არაყი ო არა, არა, 2 ნახევარი ლიტრი არა, ანუ ნახევარლიტრიანი. ანუ ლიტრი ორი დალია ბოთლი. 2 ბოთლი. ხო. ლიტრი დალია არაყი. ხო, დაახლოებით. მე დავლია 1 ლიტრი არაყი ამას წინათ. ნორმალური. მექმა გაძლება მოგწ. ნორმალური ჩვენ არ გამიგადა. გაგვილებია წინა ეპიზოდში მაგდენი? 2 ლიტრა დავლი. მაგიტომ ჭირდა ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ხო ეგ და. შენ გჭირდა. ჩვენ კარგად ვიყავით, ჯიგრულად ვიყავით. მე ზოგადად შემიძლია საკმაოდ ბევრის დალევა რა. ძალიან თავისუფლად რა. შესაბამისად, ანუ ისიც
გამძლეობა და ის ასე ვთქვათ, კარგი მოქვს მაგ თემაში რა. ეგრეა? კი არის, კარგად სვავს, მართლა კარგად სვავს. ხო და აქედან გამომდინარე, ეხლა რო კითხვა რო იყო, რომ რამდენი დაგილევია, აუ 100 მართლა არ ვიცი, ლიტრაჟობით არ დამითვლია ცხოვრებაში, იმიტომ რომ მაგ დროს ხა მე შეიძლება 6 მქონდეს და მაგრამ ლეონი რა გახსოვს ლიტრო არ მაგის თავიც არ გაქვს რამდენსვამ რა იცი ვიღაცამ თუ არ იდურიდა შესაძლოა მე უფრო მიკვირს რომ თქვენ აი მე ამის 2 ბოთლი მეეჭვება პირდაპირ ბოთლი. რა 2 ბოთლი ანუ ამათ ლიტრი მაინც უზერიათ ხო მე და ნახე ბოთლი ისე ძალიან რამდენი დაგილევია და პირველი აზრი ლუდი რატომ მოგდის მე ეგ მეეჭვე ბიჭო, იმიტომ რომ არაყზე და ვისკიზე და ასე შემდეგ რო წახვიდე ძალიან ცოტა გამოვა იმაში რა. ნაირად გამოვა ცოტა კითხვა რა იყო? რამდენი დაგილევია ყველაზე მეტი რა? არა კონკრეტული დაკონკრეტება არ იყო არა ხო არაფერი რა დაგილევია? ალკოჰოლი. ალკოჰოლი ხო 2 ბოთლი ალკოჰოლი არა, ლუდი რატო არ უნდა წახვიდე ლუდზე? მე პირველი სხვადასხვა ალკოჰოლზე მაინც ლიტრი არის ხო კითხვაში ეხლა მაგას ვიხსენებდი ლიტრი არის ხო არა, ხო, რამდენი დაგილევია 4 ალკოჰოლი? ლიტრი ლუდი რა ჩემი ფეხებია? ხო ანუ ცოტაა მაგას გეუბნები შენ ისეთი რაღაცა უთხარი ეხლა შენ რო იმპოსტერი იყო მაგითხოს არ დასვავდი ხო. ანუ მიყვები ამას არა ამ კაც მეც მიყვები იმიტომ რომ არ დასვამდა მაგ ბიჭო მე ორივეს მოვყვებით მე 2 ბოთლი უფრო მეეჭვება მაგას ვიძახით ორიანული აი 1 litrას დავწერდი არახს მივაყოლებ გიორგი ძალიან ცდილობს უბრალოდ რომ რაღაცა ისხსნას რა ჩააჭიროს მაინც ჩემი აზრით აი შეიძლება კითხვა იყო მაგის ვალი რამდენი გაქვს და ძალიან ბევრი რაღაცა ეგეთი მეგონი ეგ იყო რატო ჩამაჭირე მე არ ვარ იმპოსტერი არ ყოფილა ჩემი მეკითხვა რამდენი გაქვს ეს მოიცა ახლა მძელობა იმიტომ მიდის რომ დაბომბია ახლა ხო ხათაო ხო ძალიან და რომ იმპოსტერმა მოიგოს ეხლა რომ აუ, მეც ყველა მოგვიწევს ჭამა ჰაბიტოსიდან და იმიდან რაღაცა გიორგი არის უეჭველი ძმა თან რაღაც ბავშვობიდან არა ვიცნობ რა გეუბნები რა გიორგია უეჭველი კაი, მოდი გადავიდეთ აი მოდი 3 2 1 გიორგი. შენ ხარ შენ გას გვეფიცებოდი აუ ბიჭო. გეთქვა ვასა და მივცემდი აძლევდა და მივხვდი მანდ თან ეს რა ცუდი ტიპია, ანუ გეთქვა ვასა და მივცემდი ხმა ჯერ ელოდება და მე აძლევს არა ხმას. ვაუ და რომ მე მივხვდა აზე მივხვდა რომ მიდი მინდოდა დაბომბის ჩაიტყვარუნები. შენი კითხვა რა იყო რამდენი ჭიქა ალკოჰოლური სასმელი გჭირდება დასათრობად არ მინდა გაითრა უკვე სულდა აი არ არსებობს ეგეთია ძალიან ცხარია, მართლა ძალიან ცხარია. ისდენს ო არ მინდა ვერთო მიშველი დავწეროთ პასუხი აი მე აუ ჩემ ბიჭო ეხა ისეთი პასუხი მიწერია რომ შეიძლება ეგრევე მე მომხვდეს რა თხოვთ ამასობა ჩვენი ახლა გამეწერეთ იმიტომ რომ ძალიან მალე უმაგრესი ახლეს გპირდება ჯერ ვერ ვამბობთ რას მაგრამ ფორმატში რაღაც სულება გვაქვს მაგრამ გაგისწორდებათ რას ვიღო ვასა არც ერთს თორნიკე. ვასა კითხვა რა იყო ჰანგრიმენის რომელი წევრი მოუხდებოდა ბროების არხს მეოთხე ბროდ? სიტყვა არც ერთს აუ დამენც მე მეგონა რომ იმპოსტერი ვიქნებოდი უეჭველი ამ კითხვაზე რა იმიტომ რომ კითხვა რა იყო იცი ჩემი ჰანგრიმენის რომელი წევრს აქვს ყველაზე კარგი იუმორი და მე არც ერთ სპეციალურად რა რომ მეგონა რომ იმპოსტერი იყო და მეთქი განეიტრალეს ხო კი ვიყავი ოღონდ ძალიან ცუდი პასუხი დამწერია მოდი პირდაპირ ჯერ გითხარი ვინ იქნებოდა კარგი ბრო რას ფიქრობ რა ვიცი აი მე მგონი შენი რო ზივარ და კი შენ კარგი იქნებოდი იცი რა ჰანგრიმენში მე ხა ქვენ ჩაგთვალეთ მაგრამ მე მგონია რომ ისიც კარგი იქნებოდა კადრის მიღმა ვინც არის იქიდან ერთ-ერთი თქვენთან რა ვერ გავიგე კონსტანტინე კოსტა მაგარი კაცია ხო ძალიან კოსტა იქნებოდა ძალიან გადაობა რომ ძალიან კოსტა ხა მე ამ კუთხით წავედი თან ეხა გიცნობ რაღაცა შენ სულასა დაწე აი აბა მოდი რა მინდოდა რა მოდი ახლა ამ საუბარს არაფერი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ რომ ვასა წელავს დროსი. შენ მიირთმევ ბიჭო როგორ ფიქრობდი სამივე რო დამეწერა რა ხახი რა გამიგეცა ძალიან სკელი წოთებია აი მით გაგიმარჯოთ აიხარეთ ბიჭებო ახლა თავა როგორია როგორც ბასტომ თქვა კარგად დაგეჭეთ რა ტრაკი აქტივდებაო დრაკონი გამოდის უკვე ჯერ სათხარ და კიდევ თუ მოგიწია მეორე მესამე არა ხო არ არსებობს მაო კოპის დეცია ძალიან ცხარია ხაზაო კიდე ცხარდება კი ეს ის შემთხვევა როცა მართლა მისწორდება ხო ოღონდ მენძრევა უკვე კვდება ბიჭო რა არის ეს ბანკის გატანა ფარჯ რობინ ჰუდი
ბანკს გავიტანდი. აუ შენ გენაცვალე რა. ბიჭო მანერვიულად თავიდან. კითხვა რა იყო? ნებისმიერი დანაშაულის ჩადენა რომ შეგეძლოს და ამის გამო არ ირჩებოდე, რას დააშავებ? სანამ მე დამადებთ ხელს. ვიცი რომ ძალიან არახუმანური რაღაც მიწერია. ფილმი არის ასეთი ფარჩი, სადაც ამერიკაში არის ერთი დღე, სადაც ყველა საგუფლება რომ ერთმანეთი მოკლას. ეგ პასუხი მაქვს მე. ვიცი რომ არახუმანური პასუხია, წინასწარ გავიძახი, მაგრამ მე არამხოლოდ მოკლას, ნებისმიერი დანაშაული ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულის გარდა ლეგალურია. ხო. ანუ ფარჯმა გიდო დავწერე რომ ყველაფრის უფლება რო იყოს ერთი დღე. ხურდობა ძარცვა, ყაჩაღობა, მოკლა, წამება. ხო. კითხვა მაქვს. შეიძლება რომ ორი ადამიანი იყოს იმპოსტერი? კი. მე და შენ ძალიან ადეკვატურად ვიწერე. მე ავხსნი, მე რობინ ჰუდი რობინ ახსენე. ჰუდში გავიგე ღარიბებს მიცემ გასაგებია, მაგრამ მაგას გულისხმობდი იმე, იმიტომ რომ მე დიდად ბანკის გატანისის არ მაქვს. არ მაქვს. არ მაინტერესებს ეგ პროცესი რა. მაყუთიზე არა. აი, ოუშენის მეგობრები გაფლაც ეს კი როგორ არა ყველა და მაგრამ მევასება. აგე მე ჰანგრიმენი ბროები ჰამაკსაც უთხრათ და 12 ვიქნები. 12 ვიქნები. ერთ ბანკი ასპონსორებს, მეორეს მეორე ბანკი ასპონსორებს. აუ, იქ მოუწყდა რა მიწები. ვად მიაწერე, ოღონდ სხვა. BBC-ს არ გავიტანე. აი, ეს კარგი იყო. თან ეხლა საქართველოში ეგ ცოტა ისეთია ხო ის. აჩე მიშას გონია რომ კითხვა ქონდა რომელი დანაშაულია ყველაზე მორალურად გამართლებულიო რა და მაგ პონჩს დაწერა რობინ ჰუდი. შენ რა გამართლებს? მე არაფერი ამჭირდება გამართლება. ჩემი პასუხი არის იდეალური. გულის სიგნეში ყველას გვინდა ეს. არა. არა? ფარჯი არ ვიცი და რა ხდება მაგ ფარჯში. კარგად. ყველანაირი დანაშაული შეიძლება საერთოდ და მთელი წელი ხალხის ერთი ნაწილი ემზადება მოსაკლავად და ასე შემდეგ, მეორე ნაწილი თავის დასაცავად იმ ღამეს რა. ძარცვა, ყაჩაღობა, წამება, მოკლა ყველაფერი სესობრივი დანაშაულები ყველაფერი. ხო. ოღონდ 12 საათი იგრძელდება თუ 10 სამ გათენდება რა და ყველაფერი მისაგებია. და 12 საათი დაბრუნდავდი ყველას. ხო, ანუ ვისზეც გინდა შური იძიო, წახვიდოდი. კაჩ მაგას ბროებში არ დაწერდა დაჟე რომ უნდოდეს. რობინ ჰუდი მეც ვიფიქრე რა. რაღაც პონჩი, სადღაც გავიფიქრე და. მიშა არ მგონია იმპოსტერი. იყოს რა გიორგი. მე ძალიან კეთილი ვარ, ფულს მიცემდი ხალხს. ხო და ჯიგარი ხარ. შენ მზად ხარ ხა მეორე ჭამო? მე არ შევჭამ. მანიპულაცია, მე მანიპულაცია. არ შევჭამ უბრალოდ. იაფიანი მანიპულაცია. შენ ხარ. აი 3, 2, 1 გიო. მოდი, ერთად ჭამოთ. ვინ იყო იმპოსტერი? მე არ ვარ იმპოსტერი. აუ დამენც რა. არც მე არ ვარ. მეც არ ვარ. არავინ არ იყო იმპოსტერი? ბიჭო, მაშინ არავინ არ ჭამთ ხა რა. ხო, რა ვიცი, რა პონტია. და ახლა მაცა მე შევჭამა. მაშინ მე შევჭამ. იმიტომ მე ხო წავაგი. მე ხო პატიოსანი ვიყავი და წავაგი. მართალია. ხო, მე უნდა ჭამ. შევასება. თქვენ მოიგეთ და მე წავაგი რა, მე სწორია იცი? მართალი თქვა ანუ ხო? ანუ მართა, ანუ ყველაფერი გაცლაპარაკე მაგ. რა ვიცი, ეგა რა ადამიანს ესე ვიზუალით ვერ მიხ. საშიში ადამიანი ხარ. დავადოთ რა ამ ეპიზოდის ნახვის შემდეგ და Happy Nation და სპეციალურად რო შემოვარდება. ბიფ სტროგანოვი. ავოკადოს ტოსტი. ლაზანია. ომლეტი ყველით. კითხვა რა იყო? შენ ეს აყოლე საჭმელი, რომელსაც სახში ხშირად იტევ. თქვენ ერთზამს გამაგიჟებთ თქვენ ერთზამს. რატო? ასე ხშირად აკეთებთ ასეთ რაღაც რა ლაზანია და რა. ბიჭო, მე ვყიდულობ აგროჰაბში დამზადებულ ლაზანიას, რომელსაც შეაგდებ ღუმელში და გამოდის და ეგრე რა ძალიან გემრიელია და. მე იმენა ვამზადე. კაი არე? ცა. კაჩ მე მგონი ვასა არა, იმპოსტერი იმდენად დეტალურად თქვა ყველაფერი რა და აგროჰაბში ვყიდულობ და რაღაცა. ხო, დამზადებულია, შეაგდებ, მე ვამზადებ რა თან. იცი რა არის, მე ზოგადად დიდად კულინარი არ ვარ და ეს კარად ვიცი. ავოკადოს ტოსტი თანათან მარტივია რა. პურს გაახუხებ, მერე წავუსვამ დნარკველს, ავოკადოს დაადებ, ვეზემო და კვარცხს დაადებ, მოაყრი სანელებლებს. ავოკადოს. არა, მართლა აკეთებს. აი სანამ მაგას იმას იზავ რაღაცა. წინა არა, იცი რა არის? ეს ცუდი არის. ბიჭო, რა სახშნელი მე მოაღვდა. დილეი ქონდა თუ რა არის? ბიფსტროგანოვი რომელიც შემოხსენეთ. ბიფსტროგანოვს აი ხორცი, კარტოფილი. ბიფსტროგანოვი მე ძალიან მიყვარს რა ჩალენჯი ჭირდება იცით ანუ ეს ძალიან მიყვარს. არა, ძალიან რო გიყვარს მაგრამ ხშირად იკეთე. ანუ ძალიან ხშირად არ ვაკეთებ, მაგრამ კარგად აკეთებ? კი, ძალიან. მე მაგარი კულინარი აკეთებ. ნუ თვეში 2-ჯერ 3-ჯერ. თვეში 2-3 იცვლება, ბევრჯერ გაკეთებად? ნუ ჩემთვის ხო. ანუ მე ავოკადოს ტოსტს თითქმის ყოველდღე ვაკეთებ. დილას ვიწყებ აკეთებ შენ ყოველდღე. დილას ვიწყებ ავოკადოს შენ აი რა ღირს ავოკადო?
ძვირია კი. რამდენი? 20, კარჩე 20-22 ლარს ვიხდია. არა, ეს ზოგადად არ იკეთებს არაფერს სახლში, მაგრამ თუ იკეთებს რაღაცა ეგეც იკეთებს. პასუხია რა, ძალიან თუ ლოგიკური არის, იკეთებს სახლში რაღაცა ეგეც იკეთებს რა. მოდი, შენ ხარ ყველაზე მე ყოველდღიურად სწორკვებაზე ვარ და ამიტომ მომეც რა, საღამოს არ მკითხო ლიჟი. მე დრო არ მაქვს ბევრი უბრალოდ და მზები რაღაცები გაყინულები მაქვს შევაგეთებ და 3, 2, 1 მიშა. მიშა. შევიზავდი ხელი. აზრი. შენი გავი? ხო, რა თქმა უნდა. კიდევ კაი. მივირთვი. ჩემი კითხვა იყო, კერძი რომელიც ძალიან გიყვარს, მაგრამ იშვიათად დამზადდება. ბიჭებო, მე სხვა კითხვა მქონდა. შენ სხვა კითხვა გქონდა, ბიჭო? კი ვიფიქრეო აზანიაზე, მაგრამ კაი. ბიჭო, კარგად დაასახელე საჭმელი, რომელიც ძალიან გიყვარს, მაგრამ მომზადება ყოველთვის გეზარება. ხო, ანუ ესნაირი შენც ეკვა. ხო, შენ გადარჩი, გიგოცა. გადარჩი, იმიტომ რომ რავი, კაი კითხვა დამეთქვა რა. შენ გამოძახებაზე ხარ, ხო? რაზე ხარ? მიშა როგორ ხარ? კარგად. მოდი გადავედით. ეს რა იყო? ბიჭო, მე მოდის. მე მგონია რომ ცოტა ხანი არ უნდა ისაუბრო. პოლიციელი აშშ-ში. მასწავლებელი. მაღაროელი. ნებისმიერი. კითხვა რა იყო? კითხვა იყო, რომელია ყველაზე დაუფასებელი სამსახური? ნებისმიერი რატო არის ჯერ დაუფასებელი? ნებისმიერი და იმას ვაფშე აშშ-ში პოლიციელია დაუფასებელი. რაღაცა რომ მოხდება, სულ პოლიციელებს აბრალებენ ყველაფერს. კაჩე, მოდი დავიწყოთ. მივყვეთ ხო? ქრონოლოგიურად. ძალიან ლოგიკურად უნდა მოვყვეთ კი. დაიწყე ჯერ შენ. ჩემი აზრით. არის ნებისმიერი ყველა სამსახური არის დაუფასებელი. ხო, ნებისმიერი. ექიმი უეჭველი, იმიტომ რომ ექიმით რატო ვიწყებ? კაცო, მაშინ ექიმი დაგეწერა. არა. აი მაგალითად, რავი, გრაფიკული დიზაინერის სადაც 20,000 და თან $1 ექიმებს, ანუ კარგი ექიმებს საკმაოდ მაღალი დეველოპერი ხელფასებია. მაგალითად რომელიც დეველოპერი აიღე. რავი, ჩემი აზრია. მე უფრო დაფასებას როგორ ეძახერწავს? მე ვიგულისხმე უფრო ეგეთი პროფესიები რა. კლასიკური სტანდარტული. კლასიკური, ხო. ოკეი, მაგრამ ქირურგებს რო აქვთ, კარგი ქირურგებს ისეთი ხელფასი ბარეულს არ აქვს. ქირურგამდე რომ მიხვიდე, იმ ხელა გზა უნდა გაიგო. ავიგე, მარა ეხლა ბიჭო, ნებისმიერ პროფესიაში რაღაცამდე რომ მიხვიდე, დიდი მაგარი დონე თუ გინდა იყო. არა, ქირურგი საერთოდ სხვა დონეა რაღაც, ანუ და შეცდომის უფლება არ გაქვს. მე მაქვს შეცდომის უფლება. მე კამერას რო არ დავაჭირო, სოფლიო არ დაინგრევა და ადამიანი არ მოკვდება. ქირურგს ეგ აქვს ვალდებულება. მე ქირურგი დაგეწერა. არა, ნახე, ეს ექიმი ერთი, მეორე, მოლარე დაფასებულია, რაღაცა 800 ლარს რო უხდიან და მთელი დღე იგზის. ხო, მოლარე დაუფასებელია. მერე ის კონტროლორი ვიღაცა რო ის გავიგე. ბევრი პროფესია და მაგრამ ბევრი დაეწერა მაშინ. ნებისმიერი ვერანაირად ვერ მივიღებ მაგ პასუხს, იმიტომ რომ უამრავი პროფესია, რომელიც ბევრად უფრო ანაზღაურებადია ვიდრე უნდა იყოს. მაღაროელზე რა ხდება გიო? კაი, გადავედით ჩემს. მაღაროელზე ხარ, ალბათ არ მჭირდება ხო ამის განხილვა. ანუ საქართველოში თუ სხვაგან საქართველოში წავედი პირველი ხა რაც ხდება და რა მდგომარეობაც გვაქვს და რამდენად სავალალო მდგომარეობა, მე მგონი ყველამ კარად ვიცით ამ კუთხით. კი, არა, ეხლა ხან იყო თან კატასტროფული. შენ მასწავლებელი, ოკეი, მოყვები რა. ექიმსაც ვფიქრობდი რა. ექიმი და ხო მაგ ლოგიკაში მივდივართ. შენ კიდევ ხო რა ლოგიკური გიწერია და კიდევ სულ ეგრევე გავიგე, შენ ეგეთ იქარ და გავიგე, მაგრამ ხო არა, იმან იმიჯი მოირგო იმენ. იმან იმიჯი მოიგმა. შენ რა იმიჯს მოიგებ, მაგრამ მაინტერესებს. ამერიკაში პოლიციელი რა შუაშია? და რატო არა მასწავლებელი მაგალითად, ხო. ამერიკაში პოლიციელი როა ეგეთი დაუფასებელი, ძმაო, მე მეტი არ მაგულება. საქართველოში არ გაგახსენდა პროფესია და პირველი წახვედი ამერიკაში. ამერიკაში პოლიცielis ხელფასი რა იცი მაგალითად. ანუ პოლიცielis ხელფასი როგორც ვიცი მაღალი არა, მაგრამ ამერიკაში სამაგიეროდ ის ვიცი, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ისვრიან პოლიციელების წინააღმდეგ და სამაგიეროდ კიდე ის ვიცი, რომ პოლიციელებიც ისვრიან. პოლიციელებიც ისვრიან, მაგრამ რა ხელფასი უნდა გადაგიხადო? არა, პოლიციელს მაგარი ხელფასი აქვს ამერიკაში. დაუფასებელი დაგუგლეთ რას ნიშნავს? ხო, ის არჩევანი არის ადამიანის. არა, პოლიციელობა რომ უნდა მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. პლუს კიდე ნებისმიერ მაგის ანაზღაურება. ნებისმიერ კრიმინალს უკან როცა ესვრიანან რაღაცა გასაჯაროვდება, თელი შეერთებული შტატები პოლიციელებს ადებს ხელს ყოველთვის. ეს რო იმპოსტერი არ იყოს, უნდა დავციოთ. ხო, ანუ მოდი, ხმის მიცემაზე გადავიდეთ. 3, 2, 1, მიშა. კოსტა, რა იყო შენი კითხვა? იმიტომ რომ უეჭველი ან სულელი ხარ. ორიდან ერთი. არა, ხო, არა, სულელი იმპოსტერი ვარ. ის ჩემი კითხვა იყო, რომელია ყველაზე საფრთხის შემცველი პროფესიაო რა და პოლიციელი დავწერე მართლა და იმაში არ მოვიტყუებია რომ მე მივაწერე აშშ. ამას საშინელება არაფერი არა. ჩემი პასუხი არის ჰიტა. ჰიტა. ვაუ. ჩემი პასუხი არის ბასტო. მე ჰიტა. თქვენ ერთად პასუხები გვაქვს რა. ხო, თქვენ ემთხვევა. მესამედთან უკვე. კითხვა რა იყო? რომელი იუთუბერი იქნებოდა საუკეთესო ქვეყნის მართვაში? ჰიტას მოყვებით. ბასტოზე არ მოყვები. აუ, კაი რა მაგარი. ისეთ არეულობას დაატრიალებდა ქვეყანაში, აი დედას უტირებდა რასაც. მე მინდა რომ ბასტო იყოს მართველი.
დიდი სიამოვნებაა. ისე ბასტო გავიფიქრე პირველი, მაგრამ მე შენს გაიფიქრე. აი მეორე დღეს ცეცხლი ეკიდებოდა ალბათ აი ამ იმას რა. იდეალური არის, მე იდეალურია. მაინც IQ-ს ვენდობი, მაღალ IQ-ს. და დიპლომატია. ეგრე ვფიქრობდი კიდევ ისეთ ტიპებზე უფრო აი ნიკაზეც ვფიქრობდი. სერიოზული ტიპია რა, ავტობლოგი რა, უფრო ისეთი არის რაღაც გაწოლასწორებული რაღაც. მე ბასტო მინდა რა, მორჩა დამთავრდა რა. თან მაგარი სტუმარიც იყო რაღაცა ძალიან გაასწორა და მაგარი სტუმარიც იყო და მაგიტო უდარო ქვეყანა აქტოს ბასტო. და მე სათქმელად გვექნება რომ ქვეყნის მართველი ყავდა აქ და დაბომბი ვაჭამეთ. მაგრამ ეწამს. What the fuck? მაგაში ვერ არ ვიცი. ყველაზე ლოგიკურია ჩემი აზრით რა. ყველაზე არალოგიკურია შენ რომ ვინმე მაგიქჩიო ზოგადად. ანუ მე ჩემ თავს ნათვლი, ანუ ეგრე არ ვიცნობ ძალიან კარგად YouTuber-ს ვინმეს რომ ძალიან ახლა ის ქვეყნის ის მივანდო და ჩემ თავს რამდენი თავდაჯერებული ადამიანია ზოგადად. არ არის თავდაჯერებული. შეგეძლო დაგეწერა არც ერთი შეგეძლო. ო ნუ ეგეც მაგრამ რაღაცა უნდა დამეწერა და მაგიტომ არც ერთი შეგეტერობა უწევს არ ყოფილა მე მგონი არასდროს. აიყო ეხლა ხანჯალი. კაროჩე არა მე მიშა არ მგონია რა. ან თუ მიშა არის, მაშინ გიოც არის უეჭველი. მე და შენ არ ვარ კაროჩე. ძალიან ლოგიკურია. მე მიშას ძალიან მეეჭვება. მე მე არ მეეჭვება მიშას მე, იმიტომ რომ მიშა ქართულ YouTube-ში ძალიან კარგად არეკევა. ბიჭო დაწერდა არც ერთ პლუს მაშინ. კიდე ერთი წუთი. პლუს კიდე ხო აი არც ერთის დაწერას ჯობია ისო მე დაწერო რავი. ვას ერთ მინიშნებას მოგცემ თუ გინდა. ჩვენში ზოგადად რა, აქ ბროები რო ვართ სამი. ეს გადაცემა ხო დიდი ხანი მიმდინარეობს. ხალხმა დააფიქსირა ეგეთი რაღაც. და ჩვენ ბროებმა დავაფიქსირეთ ეგეთი რაღაც. ყველაზე ცუდი მოთამაშე არის კოსტა. ან ხუნობის გარეშე ვამბობ. დაჟე დაწერეს კომენტარი, ბასტოს ეპიზოდზე დაწერეს კომენტარი, რომ ბასტომ კი არ ითამაშა კარგადო, კოსტამ ითამაშა ცუდადო. შესაბამისად, ეხლა შენ გადაწყვეტე ვის ენდობი. მე კოსტაზე არ გავიძახი რომ იმპოსტერი, მე გავიძახი მიშაზე რომ იმპოსტერია. და ეხლა მაყურებელი ნახავს ვინ არის კარგი მოთამაშე. მე ისიც გავიგე და ვიცი რომ შენ манипуляციის ცდილობები გაქვს და ეხლა ჩემზე ცდილობ манипуляციას ჩემი აზრით. და კოსტაზე ვერ იფიქრდი ხო ბრო, აი ზუსტად გზნობა მაქვს ის რომ აი და მე მადებს იმიტომ რომ იმათ ორივეს ერთნაირი უზერია და მე მეტი ვის უნდა დაადო მაშინ. ეგრე გავა. ანუ იმაზე არ გაგეჭვით ან ესო იმენა ჩემზე არ გეგმება მაინც რა. ჩემზე გადმოდის. მე არ მეგიმება, ამას ეგიმება. არ მეგიმება, გაკრეჭილი ხარ. მანჩესტერის ფანები ჩვენი გაუჭიროებია არ ვიტყუებით. იქ რეშფორდი წავიდა გოლები გაიტანა, ცუდად დავარ. ვინ წავიდა ყველა აყვავდა ვინ წავიდა. მონანა წავიდა და ყველა კარგად არის, ხო და თქვენთან კიდევ თქვენ ვაფშე დამანებეთ თავი რა. კარგი ბოლო რაუნდი არის, წაგებული მიირთმევს ამ დაბომს. კი ბატონო. და იცი რა არის ამ მიირთმევთ. შენ გითხარი ვინ გინდა რომ ჩვენი შემდეგი სტუმარი იყოს და ეს ხარე საშინელება არა, გიმზადებ უბრალოდ და. რამდენი და კარგი. მე 13 წუთი წამოვიდა. მოდი ასეთი რაღაცა გავაკეთო. ბატონო. ჯერ მითხარი სტუმარი ვინ გინდა იყოს? ხო. ვინ აქ შემდეგი? შემდეგი სტუმარი ვინ? შემდეგი რა ერთ-ერთი შემდეგი. მოდი ჰიტა იყოს რა ჰიტა. დამეწერა. ბაზარი არ არის, კარგი. 3 2 1 გიო. მიშა. და იმპოსტერი მე არ ვიყავ. ხო, იმიტომ რომ მე ვიყავ. მე შენზე მაქვს მე. რა ქონდა კითხვა? მე დაწერეო და всё. დამტკიცდა. გიგი მე დაგო. შენ მაგარი კომენტარი გააკეთე. დამტკიცდა ვინ არის კარგი მოთამაშე და ვინ არის ცოდი. შენ ამა ჭამე უკვე? არა, ეხლა აი გადავიდე. მიდი უცო ჭამე ბარი. ძალიან დამეწვა. აზდერზე. ძე დაუცხიტო ძე დროზე. აუ გეხვეწებ. მიაწოდეთ. ამაში მე ეგრე არის შენ ბიჭო ეგრე თუდადა ზარ. გადავარჩინოთ. ყველაზე წარმატებული. ვაი ბოთში ამოსხოლზე დავასხიო. ეხლა აი მეც მე კალორიას ვიხებ, ხო? უგლერ იმ. კი. დაგესხაბარი. ვახ ბიჭო რა. შენ კი ძალიან კარგად ითამაში, მაგრამ როგორც ყოველთვის კოსტამ დამბრიდეთ რა. ძალიან ცხარია. ჩვენი ეპიზოდი ამით დასრულდა და შევხვდებით შემდეგ კვირას. ვასწავლეთ. მადლობა ძალიან დიდი რომ მომიწვიეთ. გამოიწერეთ ეს არხი მართლა. გადასარევი გადაცემაა. გადასარევი სასჯელია მართლა აი ყველაზე ტოპს ცხარია რაც ოდესმე რამე გამისინჯავს და ალბათ რასაც ოდესმე სამე გავსინჯავ. და რა ვიცი ბიჭებო თუ უფრო ამის ხარეს მოიტანთ კიდე? აქ ვარ. ბაზარია. აბა კარგად.